15 წუთი სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, გერმანისტ კოკა ბრეგაძესთან ერთად. მოგესალმებით რადიო მელომანის მსმენელებო, მე გახლავართ კოკა ბრეგაძე, TSU-ს ასოცირებული პროფესორი, გერმანისტი. დღევანდელი ჩვენი ასე ვთქვათ გადაცემის თემა ისტორიული მოდერნი და ლიტერატურული მოდერნიზმი. პირველი გადაცემა, ანუ გადაცემას ალბათ ორ ნაწილად არის ჩაფიქრებული და პირველ გადაცემაში თქვა ჩვენ მივიხილოთ თვითონ მოდერნის ეპოქის თავისებურებებს, სოციოკულტურულ თავისებურებებს და რა არის მისი მახასიათებლები და ასევე თქვათ აი ამ ვითარებაში ამ კონტექსტში ადგილი ლიტერატურული მოდერნიზმისა. ხოლო შემდგომ მეორე გადაცემაში უკვე უშუალოდ უფრო დეტალურად განვიხილავთ თვითონ ლიტერატურული მოდერნიზმის პოეტოლოგიურ პრინციპებს და მსოფლმხედველობრივ პოზიციებს და თქვათ იმ კონტექსტებს, რაც გავლენას ახდენდა თვითონ ლიტერატურულ მოდერნიზმზე. იქნება ეს თქვათ ახალი მეცნიერული აღმოჩენები თუ ახალი მოდერნული ფილოსოფია. თუმცა მანამდე საუბარი მინდა დავიწყო ტერმინოლოგიური დაზუსტებით, ანუ ჩვენ უკვე გავაცხადეთ, ანუ ერთი მხრივ საუბარია ისტორიულ მოდერნზე და მეორე მხრივ საუბარია ლიტერატურულ მოდერნიზმზე. ანუ გვაქვს ეს ორი ტერმინი, მოდერნი და მოდერნიზმი. რაც პრინციპულად უნდა გაიმიჯნოს და დაზუსტდეს და რას გულისხმობთ? ანუ მოდერნი, თქვათ ეს ტერმინი, ამ ტერმინში ჩვენ გულისხმობთ თვითონ ისტორიულ ეპოქას და ამ ეპოქის ფარგლებში განხორციელებულ განახლების პროცესებს. და ეს ეპოქა დაახლოებით მოიცავს დაახლოებით 1860 წლიდან 1960 წლამდე. და რა შეეხება ტერმინს მოდერნიზმი, ეს უკვე საკუთრივ ამ ტერმინის ქვეშ გულისხმობთ თვითონ ესთეტიკურ ფენომენს, სახელოვნებო მიმდინარეობებს, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ლიტერატურა, მხატვრობა თუ მუსიკა. ანუ ერთი მხრივ ესე იგი მოდერნი როგორც ისტორიული ეპოქა და მოდერნიზმი როგორც ესთეტიკური სივრცე, სახელოვნებო პროცესი თავისი მიმდინარეობებით და რომელიც თვითონ ამ ისტორიული მოდერნის კონტექსტში და ფარგლებში აღმოცენდება. შესაბამისად, თქვათ, იმ მახასიათებლებს, რაც ახასიათებს, თქვათ, ისტორიულ მოდერნს, თქვათ, ზედსართაულ ფორმას ვიხმართ, თქვათ, მოდერნული ამ ფენომენების აღსანიშნავად, ხოლო რაც უკავშირდება ფენომენები მოდერნიზმს, როგორც ესთეტიკურ სივრცეს, თქვათ, გამოვიყენებთ ზედსართაულ ფორმას მოდერნისტული. ამგვარად, სწორედ ამ ისტორიულ და სოციოკულტურულ კონტექსტში, რომელსაც უწოდეთ, ასე ვთქვათ, ისტორიული მოდერნი, რომელიც მოიცავს წლებს 1860-დან და ახლობით 1960 წლამდე, აღმოცენდება თვითონ მოდერნისტული ლიტერატურა. ეს დაახლოებით მოყოლებული ბოდლერიდან, კაფკა ჰესეთი გაგრძელებული და ჰერმან ბროხითა და ალბერ კამიუთი დამთავრებული. და საინტერესო არის ის, რომ თვითონ ლიტერატურული მოდერნიზმი უპირისპირდება, პრინციპულად უპირისპირდება, ღირებულებითი კომპლექტი აქვს თავისივე ეპოქასთან, იმ ეპოქასთან, როდესაც ის აღმოცენდება. შესაბამისად, მოდერნისტული ლიტერატურა ევროპასა თუ საქართველოში იმთავითვე რეაგირებს მოდერნის ეპოქაში ღმერთი სიკვდილით, ანუ ფუნდამენტური მსოფლმხედველობრივი ლოგოცენტრისტული საყრდენსა და ორიენტირის გაუქმებით. გამოწვეულ სამაგ კრიზისზე. ეს არის სამაგ კრიზისი, რაც უკვე მოდერნის ეპოქაში გვაქვს, ეს გახლავთ ესე იგი რაციონალური შემეცნების, რაციონალური სუბიექტურობისა და რაციონალური ენის კრიზისი. და თვითონ ლიტერატურული მოდერნიზმი ამ კრიზისზე რეაგირებს და წამოწევს ამ კრიზისს თავის ლიტერატურულ ტექსტებში და შემდეგ თვითონ მოდერნისტულ ლიტერატურაში გვაქვს ამ სამი მოცემულობის კრიტიკა და უკუგდებაც. ანუ ამ რაციონალური სუბიექტურობის, რაციონალური შემეცნებისა და რაციონალური ენის. თავის სამაგ კრიტიკაში ლიტერატურული მოდერნიზმის ავტორები კი დაეღდნენ რაციონალიზმის, სციენტიზმის, მონოლითურ რაციონალური სუბიექტურობისა და კონვენციონალური ენის ნიჩესეულ კრიტიკას. მოდერნისტული ლიტერატურის განვითარებას პირველ რიგში დამატებითი ბიძგი მისცა მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე სამყაროს ახალი მოდელის შექმნამ.
რაც უკავშირდება ტრადიციული ნიუტონისტური ფიზიკისა და მექანიკის პრინციპების უკუგდებასა და გაუქმებას კვანტური თეორიის, ალბათობის თეორიის, ფარდობითობის თეორიისა და ატომისტური თეორიების მიერ. ანუ ამ საკითხებზე მე უფრო დეტალურად მეორე გადაცემაში ვისაუბრებთ. ასევე ბიძგი მისცა ლიტერატურის მოდერნიზმის, ასე ვთქვათ, ჩასახვას და აღმოცენებას ტრადიციული თეოცენტრისტული, რასაც ვთქვათ, ოფიციალურ ქრისტიანობა ავითარებდა, ასევე ანთროპოცენტრისტული და ლოგოცენტრისტული პოზიციების განმანათლებლური დისკურსი და ისტორიის ტელეოლოგიურობისა და ესქატოლოგიურობის უკუგდება. შოპენჰაუერისა და ნიცშეს ანტიმეტაფიზიკური ფილოსოფიის მიერ. ანუ ასე ვთქვათ, ეს მეორე წყარო ლიტერატურული მოდერნიზმისა, თქვათ, როდესაც ის შეიმუშავებს თავის მსოფლმხედველობრივ პოზიციებს, ამ მხრივ ის ეყრდნობა თავის ესთეტიკურ და მსოფლმხედველობრივ პოზიციებს, ასე ვთქვათ, დააფუძნებს სწორედ შოპენჰაუერისა და ნიცშეს ანტიმეტაფიზიკაზე. ამ თვალსაზრისით საინტერესოა თვითონ ამონარიც მოვიყვან თვითონ ნიცშეს ერთ-ერთი ფრაგმენტიდან 1895 წლის თარიღდება ეს ფრაგმენტი, სადაც ნიცშე უკვე გადმოსცემს სამყაროს ისეთ სურათს დასახავს, როდესაც სამყაროში და ყოფიერებაში და ადამიანის ეგზისტენციაში უკვე აღარაფერი არ არის რაციონალური, აღარაფერი არ არის ასე ვთქვათ, ანუ თვითონ სამყარო აღარ არის გონის მიერ დაფუძნებული და რაციონალური საწყისი მას არ გააჩნია. აი ციტატას მოვიყვან, ციტატის დასაწყისი: სამყარო თავის თავში მობობოქრე სტიქიურ ძალთა ზღვაა, მარად თავის გარდამსახველი, მარად თავის თავში ჩაბრუნებული, თავის თავში უკუმიქცეული, კვლავ დაბრუნების უსასრულო წელიწადებში განრთმული. ის მუდმივ ქმნადობაშია, ის ვერ ძღება თავის თავით, იგი არ ცნობს მოყილჭებასა და გადაღლას. ესაა ჩემი დიონისური სამყარო. სამყარო მარად და უსასრულოდ თავის ქმნისა, მარად და უსასრულოდ თავის ნგრევისა. იგია ჩემი მიღმიერება სიკეთესა და ბოროტებისაგან. სამყარო ყოველგვარი მიზნის გარეშე. ციტატის დასასრული. არა, ნუ კარგად ჩანს, ასე ვთქვათ, ეს ახალი ონტოლოგიური ხედვა, ანუ ყოფიერების და სამყაროს ახალი მოდელის დასახვა, რომლის მიხედვითაც სამყაროს არ გააჩნია რაღაც საყრდენი, რაციონალური, გონისმიერი საფუძვლები. არამედ ის არის მუდმივი ქაოსის, მუდმივი უმიზნობის და უსაზრისობის სივრცე. ამ ვითარებაში კი მწერლობა და ხელოვნება დადგა მეთოდოლოგიური პრობლემის წინაშე. თუ რამდენადაა შესაძლებელი გარე სამყაროს აღწერა და ასახვა მაშინ, როდესაც პოზიტივისტურად გაგებული ემპირიული რეალობა არ აღმოჩნდა დასრულებული და თვითკმარი სინამდვილე. ვინაიდან გაირკვა, რომ სციენტისტების, პოზიტივისტებისა და რაციონალისტების მიერ ამ თითქოს და ბოლომდე გაზომილი და ანგარიშებული, გამოთვლილი და შესწავლილი ემპირიული სინამდვილის მიღმა არსებულა ასევე განუჭრეტელი სინამდვილეც. გაირკვა, რომ ადამიანი დაკვირვებით, ექსპერიმენტით, გზნობადი აღქმებითა და ანალიტიკური განჟით ყოფიერებას მხოლოდ ნაწილობრივ შეიმეცნებს. ანუ ყოფიერების მხოლოდ ეგრეთ წოდებულ ხილულ ემპირიულ რეალობას შეიმეცნებს. აი აქ ის საბოლოოდ შეერყა ტრადიციული ფიზიკისა და პოზიტივიზმის პოზიციები, რომლის მიხედვითაც თითქოს და მხოლოდ მატერია ყოფილიყოს ყოფიერების უმარტივესი და მდგრადი ელემენტი, შემადგენელი ნაწილი. თითქოს ადამიანის ანთროპოლოგიური არსი მხოლოდ სამი ფუნდამენტური დეტერმინანტის, ანუ ეს როგორც პოზიტივიზმში ეს არის გენეტიკა, ანუ ბიოლოგიური ვიტალური წარმომავლობა, დრო, გარემო. თითქოს ესე იგი აი ამ სამი ფუნდამენტური დეტერმინანტის მიერ იყო განსაზღვრული ადამიანი და თითქოს ბუნების ფენომენების ახსნა მხოლოდ კაუზალობის, ანუ ესე იგი მიზეზ-შედეგობრიობის პრინციპის საფუძველზე შეიძლებოდა. გარდა ამისა, დარვინის ევოლუციისა და სახეობათა თეორიამ თავდაყირა დააყენა იდეალისტურ მეტაფიზიკური ფილოსოფიისა და ქრისტიანობის ანთროპოცენტრისტული პოზიციები და ბიძგი მისცა ახალი სოციალური ეთიკის, ეგრეთ წოდებული სოციალ-დარვინიზმის განვითარებას. რაც დაეფუძნა არსებობისთვის ბრძოლას, სელექციის, ანუ შერჩევის და გენეტიკური მემკვიდრეობის პრინციპებს. ხოლო ახლა წარმოქმნილმა უჯრედების კვლევამ ადამიანზე მეტაფიზიკური ფილოსოფიისა და ქრისტიანობის იდეალისტურ სპირიტუალური წარმოდგენები დაარღვია და ადამიანის ანთროპოლოგიურ არსში ყოველგვარი სულიერ გონითი და მეტაფიზიკური საწყისი უკუაგდო.
ამგვარად მოდერნის ეპოქაში მოდერნული ბუნებისმეტყველების ფარგლებში გაჩნდა პოზიცია, რომ სამყარო ყოფიერება არ არის მხოლოდ პოზიტიური წყალებში, ანუ ხილული გზნობა და ახმადი მთლიანობა, რომლის უშუალო და თვითკმარი მეცნიერული ასახვა შესაძლებელი კაუზალობის პრინციპის საფუძველზე. შესაბამისად, მოდერნულმა მეცნიერებამ ივარაუდა ანუ მოდერნულ მეცნიერებაში გულისხმობს სწორედ ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ იმ თეორიებს, კვანტური თეორია, ატომისტური და შემდეგ. მოკლედ მოდერნულმა მეცნიერებამ ივარაუდა, რომ სამყარო გაუმჭვირვალი და განუჭვრეტელია თავის არსში და არ ექვემდებარება ერთ-ერთში ასახვა აღწერას. ანუ სამყარო იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი გზნობადი აღქმებით უშუალოდ შემეცნებული, ეს უშუალო ფიზიკურ მატერიალური მოცემულობა. ეს პოზიცია მოცემული მომენტისთვის, ანუ მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე აქტუალური ხდება ლიტერატურაშიც და საკითხი დგება ასე. მიმეზისის პრინციპით, ანუ სინამდვილის გარე სამყაროს უშუალო ასახვიდა და აღწერის, ანუ ბაძვის პრინციპით თხზვა, რასაც მიმართავდა რეალიზმი და ნატურალიზმი. უკვე ვეღარ ასახავს რეალობას თავის მთლიანობაში, ვინაიდან იგი მყარი, თანმიმდევრული და მიზეშედეგობრივი ფენომენი კი აღარაა, არამედ უკიდურესად მოუხელთებელი, გაუმჭვირვალი, განუჭვრეტელი და თვალშეუდგამი ფენომენია. ამიტომ მწერლობამ საბოლოოდ უნდა აუკვაგდოს და უარყოს მიმეზისის პრინციპი და რეალობის უშუალო თანმიმდევრული ასახვის პოსტულატი. შესაბამისად, მოდერნისტული მწერლობის თეორეტიკოსები და წარმომადგენლები მიდიან დასკვნამდე, რომ რეალისტური მწერლობა სინამდვილეს კი არ ასახავს, კი არ ბაძავს მას, სულყოფილად კი არ აღწერს მას, არამედ ქმნის სინამდვილის ასახვის ილუზიას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში მოდერნის ეპოქაში მივიღეთ სამგვარი სამმაგი კრიზისი, როგორც ეს ზემოთ ითქვა. ანუ, პირველი სინამდვილის რაციონალური შემეცნების კრიზისი, მეორე რაციონალური სუბიექტურობის კრიზისი, ანუ ეს მეს პიროვნების დაშლა, დისოციაცია, ესე იგი, და მესამე ლოგიკურ გრამატიკული რაციონალური ენის კრიზისი. რასაც ნიშნემ გაუსვა ხაზი თანამედროვე მოდერნის ეპოქის თავის კრიტიცისტულ შეფასებებში. შესაბამისად, რაციონალური შემეცნების კრიზისი გულისხმობს, რომ მოდერნის ეპოქის ადამიანი სამყაროს მიმართ გაუცხოებულია და მის ფარგლებში სრულიად დაუცველად და უმწეოდ გრძნობს თავს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სამყაროს შემეცნება მას უკვე აღარ ძალუძს და ის მისთვის საბოლოოდ ამოუცნობი რჩება. ეს კი თავის მხრივ ადამიანში იწვევს ეგზისტენციალურ შიშსა და ამაოების განცდას. რაციონალური სუბიექტურობის კრიზისი კი გულისხმობს, რომ მოდერნის ეპოქის ადამიანი ამავდროულად საკუთარი თავის მიმართაცაა გაუცხოებული და საკუთარი გონების რაციოს საფუძველზე ვეღარ განკარგავს, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს, საკუთარ ეგზისტენციას. ხოლო ენის კრიზისი გულისხმობს, რომ სამყაროს უშუალო აღქმითი ფენომენებისა თუ გაუმჭვირვალი არაკაუზალური ფენომენების სრულყოფილი ასახვა ენის, ენობრივი ნიშნების საშუალებით და ენის საშუალებითვე სამყაროს შესახებ ურთიერთში ინფორმაციის სრულყოფილი გადაცემა თავითვე გამოირიცხება. ანუ ენა ვეღარ აღწერს სიტყვიერად, ვეღარ გადმოსცემს და ვეღარ აფორმებს სიტყვიერად იმ ქაოტურ მოვლენებს, რაც სამყაროში. ამგვარად მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე შექმნილმა სამყაროს ახალმა მოდელმა და აღქმამ, რომელიც დააფუძნეს ფარდობითობის, ალბათობის, ატომისტურმა და კვანტურმა თეორიებმა, როდესაც გარკვეულ ყოფიერება თავის ნამდვილ არსში გაუმჭვირვალი და გაუმჭვრეტელი მოცემულობაა და ასე მარტივად მხოლოდ ემპირიულად არაა მოწყობილი. ამასთან ამავე პერიოდში ტექნოლოგიების მზარდმა და მოულოდნელმა განვითარებამ, უკვე ამ პერიოდში ჩნდება ხოლმე ახალი ტექნოლოგიური მიღწევები, ასე ტელეფონი, ტელეგრაფი, ავტომობილები, სარკინიგზო და საპორტო მიმოსვლის კიდევ უფრო გართულება და განვითარება და ამ ყველაფრის საფუძველზე ცხოვრების ტემპის უკიდურესმა დაჩქარებამ გამოიწვია მოდერნის ეპოქის ადამიანის ეგზისტენციალური შიშით შეპყრობილობა, გაუცხოება და მის აღქმაში სამყაროს დაეკარგა სიმყარე და საყრდენი. თანამედროვე მოდერნისტ წყალებში ადამიანს საზრისის შემცველი, მოწესრიგებული თვალმისაწვდომი, საკუთარი თვალსაწიერისა და გონების ფარგლებში მოქცეული, ერთიანი და მთლიანი განუყოფელი ემპირიული სინამდვილის ნაცვლად, რომლის წიაღშიც თითქოს და გარანტირებული იყო სტაბილური და აუმრეველი ეგზისტენცია, უკვე ახალ დროში მოდერნის ეპოქაში ამ ახალ ადამიანს, თანამედროვე ადამიანს არსებობა უკვე უწევს ყოველდღიურად ცვალებად აჩქარებულ რეალობაში. მას უკვე თითქმის ყოველდღე უწევს სხვადასხვა ეთიკური
ეგზისტენციალური და ონტოლოგიური თვალსაზრისით შემუშავება სამყაროზე. მან ყოველდღე ხელახლა უნდა შეიმეცნოს და განსაზღვროს გარე სამყარო და ამის საფუძველზე ეს სამყარო რამენაირად დაიქვემდებაროს და თავისთვის მოიხმაროს. ვინაიდან მოდერნის ეპოქის დაჩქარებული ტექნოლოგიური და მეცნიერული განვითარება ყოველდღე ცვლის სამყაროს ტრადიციულ სურათს, იგივე თქვათ ნიუტონისტურ მეცნიერულ სურათს. მაგრამ მოცემული მოდერნის ვითარებაში საბოლოო ჯამში სამყაროს განსაზღვრის ცდა ამაოა. უკვე შეუძლებელი ხდება მისი დეტერმინება, ვინაიდან ახალმა მოდერნულმა მეცნიერულმა აღმოჩენებმა და ტექნოლოგიურმა ძვრებმა თანამედროვე ადამიანს სამყაროს ახალი, მისთვის აქამდე ჯერ არ ცნობილი მხარე დაანახა, რომლის ბოლომდე შემეცნებაც მისთვის უკვე იმთავითვე შეუძლებელი გახდა. ეს ახალი სამყარო მოდერნის ეპოქის ადამიანს თავისი ეგზისტენციიდან და შემეცნებიდან უსხლტება. ვინაიდან ეს ახალი წყალში სამყარო მისი ანალიტიკური გონების, შემეცნებისა და ცდისეული დაკვირვების საზღვრებს ცდება. სწორედ ამ სპეციფიკაზე, ანუ ერთი მხრივ თანამედროვე შემეცნებელ სუბიექტსა და მის შეზღუდულ რაციოს და მეორე მხრივ სამყაროს ბოლომდე შეუცნობ არსს შორის დისბალანსზე მიუთითა იგივე ფრიდრიხ ნიშემ. აი მოვიყვან ციტატას. ციტატის დასაწყისი. სამყარო, რომელიც ჩვენ რაღაცაში გვარგია, რომელთანაც ჩვენ დაკავშირებულნი ვართ, ყალბია. ანუ falsch პირდაპირ ესეც წელს ნიში. ვინაიდან მასში არაფერია რაიმე ხელშესახები, რაიმე ხელმოსაჭიდი. არამედ მასზე გაგვაჩნია ჩვენი სუსტი დაკვირვებების საფუძველზე შედგენილი კონტურებისა და შეთხზული წარმოსახვების ჯამი. სამყარო დინარებაშია, ქმნადობაშია, იგი თითქოს და ხელახალი სიყალბის ქმნაშია ჩართული, რომელიც არასოდეს გადაიქცევა ჭეშმარიტება, რადგან არ არსებობს ჭეშმარიტება. ციტატის დასასრული. ახლა კი გადავიდეთ თვითონ მოდერნის ეპოქის, ასე ვთქვათ, როგორც ისტორიული მოდერნის, ეს თავისი აი რა მახასიათებლები, რა პოლიტიკური, სოციოკულტურული მახასიათებლები აქვს, ან სოციალური მახასიათებლები გააჩნია ამ ახალ ეპოქას. ანუ რა არის მისი პარადიგმა, ასე ვთქვათ. როგორც ითქვა, დასავლეთში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სოციოკულტურული განახლებისა და მსოფლმხედველობრივ ღირებულებათა ძირეული გარდაქმნის ეპოქა, ანუ საკუთრივ მოდერნის ეპოქა დაახლოებით მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებიდან იწყება. როდესაც მთელს ევროპაში და შემდგომ უკვე ჩრდილოეთ ამერიკაშიც ფართო მასშტაბებს იღებს ინდუსტრიალიზაცია, ურბანიზაცია, სეკულარიზაცია, რაციონალიზაცია, სციენტიზაცია, ანუ ბუნების მეტყველებათა მკვეთრი განვითარება და მათი იდეოლოგიური დომინირება. ვითარდება ასევე ტექნოკრატიზაცია, კაპიტალიზაცია, ანუ დიდი კაპიტალის აკუმულირება, თავმოყრა და საბანკო სისტემების განვითარება და გართულება. ასევე ვითარდება ეს დაზგურ მანქანური და სატრანსპორტო საშუალებანი, იგივე რკინიგზა, ავტომობილები, პორტები, დოკები, გიგანტური ფაბრიკა, ქარხნები და შემდეგ. ვითარდება ტექნოლოგიები, ტელეფონი, ტელეგრაფი, ეგრეთ წოდებული საკონტინენტთაშორისო სატელეფონო კაბელი ზუსტად ამ დროს გაიყვანეს. ასევე გვაქვს ახალი ტექნოლოგიური მიღწევები, რაც უკავშირდება ელექტროგანათებას, გვაქვს ტექნიკა, იგივე საბეჭდი მანქანის სახით და შემდეგ. ასევე ამ პერიოდში სახელოვნებო კულტურული ცხოვრების კომერციალიზაცია ხდება, იქმნება, ასე ვთქვათ, გვაქვს აქ ეს ეგრეთ წოდებული ეს მასკულტურის, ასე ვთქვათ, დაფუძნება ხდება და გვაქვს მასობრივ საზოგადოებათა სოციუმის, ასე ვთქვათ, უჯრედთა წარმოქმნა, ანუ იგივე ეს ეგრეთ წოდებული საშუალო კლასი, ერთი მხრივ და მეორე მხრივ პროლეტარიატი. ამგვარად მოდერნის ეპოქაში გვაქვს სოციალური ყოფისა და ყოფიერების ტოტალური რაციონალიზაცია, რაც გამოიხატება. პირველი, ყოფის სხვადასხვა სფეროს საგნებისა და მოვლენების მუდმივ მათემატიკურ გამოთვლებსა და დაანგარიშებებში. მეორე, ყოფის ტექნოკრატიზაციასა და ეს გამოიხატება ყოფის ტექნოკრატიზაციასა და ეკონომიზაციაში, ანუ ტექნოლოგიურ ეკონომიკურ სარგებელზე მაქსიმალურ წარმოდებაზე ორიენტირება და პრაგმატულ მერკანტილური ცნობიერების დომინირება. მესამე, გამოიხატება მუდამ რაციონალურად მოქმედ სუბიექტში, რომლის მოქმედების სფეროა დიდი ინდუსტრიული გაერთიანებანი და ინფრასტრუქტურები, ან საბანკო სისტემები და ფინანსური ოპერაციები. და მეოთხე, გამოიხატება ეგრეთ წოდებულ პროგრესის ოპტიმიზმში,
ანუ მეცნიერულ და ტექნიკურ წინსვლისადმი პერმანენტულ სწრაფვასა და ამ პროგრესისადმი უპირობო რწმენაში, რაც გულისხმობს სამყაროსა და ადამიანზე მხოლოდ მეცნიერულად შედგენილი სურათის თვალთახედვის უპირობო აღიარებასა და იმის რწმენას, რომ მხოლოდ მეცნიერული დასკვნები და თვალსაზრისია ჭეშმარიტი და მხოლოდ მეცნიერება შეუძლია სამყაროს სრულყოფილი შემეცნება და სამყაროს შესახებ აბსოლუტური ცოდნის მოწოდება. შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ყალიბდება ინდუსტრიალიზებული, урბანიზებული, პოზიტივისტურად და სციენტისტურად, ანუ მეცნიერულად, ასე ვთქვათ, რაციონალურად მოაზროვნე დინამიური მასობრივი საზოგადოება, რომლის შიგნითაც მიმდინარეობს სპეციალიზაცია და დიფერენციაცია. როგორც ცნობილია, ამ პროცესებს ცნობილმა გერმანელმა სოციოფილოსოფოსმა მაქს ვებერმა განჯადოება უწოდა, ანუ თქვა მაქს ვებერი ხმარობს სიტყვას Entzauberung, ანუ განხიბლვა თუ განჯადოება. ანუ აღნიშნულმა მოდერნიზაციის პროცესებმა და ამავე პერიოდში გაბატონებულმა მატერიალისტურმა და პოზიტივისტურმა სამხედროებამ და ცნობიერებამ გამოიწვია ყოფიერების და ცნობიერების დესაკრალიზაცია, რასაც ნიჩემ, როგორც ცნობილია, ღმერთის სიკვდილი უწოდა და ღმერთი უკვე დევნილობაშია და საკრალური ცნობიერებაც უკვე უქმდება. ამასთან ერთო მოდერნიზაციის პროცესებით გამოწვეული დეჰუმანიზაცია, ანუ ტოტალური გაუცხოება ადამიანებს შორის და ადამიანის ფენომენისა და ადამიანობის იდეის ნიველირება და გაუფასურება. კერძოდ, მე-19 საუკუნეში აღმოცენებულმა პოზიტივიზმმა და მარქსიზმმა ადამიანის არსი გაიაზრა ისეთ ფენომენად, რომელიც ერთი მხრივ იმთავითვე ექვემდებარება დროს, ადგილს, ამ სოციალურ გარემოსა და გენეტიკას, ანუ ბიოლოგიურ ვიტალურ წარმომავლობას. მეორე მხრივ არის მომხმარებლური საზოგადოების, ანუ კოლექტივის ცალკე აღებული გამოვლინება. ეს კი გულისხმობს იმას, რომ მოდერნულ სოციუმში მოქმედებს ეგრეთ წოდებული ბაზისისა და ზედნაშენის დიალექტიკა, ეს რაც მარქსიზმმა შეიმუშავა. ანუ ადამიანის არსებობის საფუძველს ქმნის არა მისი სულიერ გონითი, ასე ვთქვათ, წყალებში მეტაფიზიკური მისწრაფებანი, გამოვლენილი მაგალითად მაღალ სულიერ ხელოვნებაზე, მოთხოვნილებაში ან რელიგიურ სწრაფვებში. არამედ მოდერნის ეპოქის ადამიანის ცხოვრებაში პირველადი და წარმმართველი ხდება სოციალური, ეკონომიკური და მატერიალური უზრუნველყოფა. ამ ვითარებაში სულიერ კულტურას ეკარგება ღირებულებითი არსი და აქვს დანამატის, ესე იგი ზედნაშენის ფუნქცია, რაც ნიშნავს მაღალ კულტურაზე მოთხოვნის მინიმალიზებას, ანუ თანამედროვე მოდერნის ადამიანს სჭირდება მხოლოდ კომერციალიზებული მასობრივი წვალებში მსუბუქი ხელოვნება, რომელსაც ექნება მხოლოდ გასართობი და თავშესაქცევი ფუნქცია. მოდერნის ეპოქაში აღმოცენებულ ტოტალურ დეჰუმანიზაციას ასევე ამძაფრებდა დარვინის სახეობათა თეორიიდან აღმოცენებული ეგრეთ წოდებული სოციალ-დარვინიზმი, რომელიც ადამიანს განიხილავდა სოციალურ ცხოველად, რომელიც არსებობის ძირითადი აზრი მდგომარეობდა მომხმარებლური ვნებების დაკმაყოფილებასა და მატერიალური დოვლათის მაქსიმალურ გაფართოებაში. პრინციპით ბრძოლა არსებობისათვის. ამით კი იქმნებოდა წინაპირობები სოციუმში ადგილის მყარად დამკვიდრებისათვის, დომინირებისათვის და საბოლოო ჯამში გადარჩენისათვის. როგორც აღნიშნა, გარდა სოციალურ, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ძირეული გარდაქმნებისა და განახლებისა, მოდერნის ეპოქის უმთავრესი მახასიათებელია ქრისტიანული, თეოცენტრისტული და ესქატოლოგიური და ეს რენესანსულ განმანათლებლური ანთროპოცენტრული პარადიგმების სვლა. ანუ ეს მაღალი წარმოდგენა ადამიანის არსზე და ადამიანობაზე უკვე საბოლოოდ ნიველირდა და გაუფასურდა. და ჩვენ ვიცით, რომ ცნობილია, რომ ეს განმანათლებლური იდეალისტურმა ფილოსოფიამ წამოაყენა თვითონ სუბიექტის, ანუ ადამიანობის, ასე ვთქვათ, პირველადობის პოსტულატი, დებულება, რაც გულისხმობდა, რომ თავის თავთან მუდამ იდენტიფიცირებულ და ჰარმონიულ ადამიანს, რომლისთვისაც დამახასიათებელია რაციონალური და ფსიქიკური კოჰერენტულობა და ბ. ადამიანის გამოცხადა ამ დისკურსში სამყაროს ცენტრად, რომელიც საზრის და ღირებულებას ანიჭებდა სამყაროულ მოვლენებს და წესრიგის შეხოდა მასში. ამგვარად, განმანათლებლობის ფილოსოფიის მიხედვით, სწორედ ეს მონოლითური შემეცნებელი სუბიექტი იყო ავტონომიური სიდიდე, მისზეც დამოკიდებული იყო ყოფიერების მოვლენათა შეფასება, მოწესრიგება, შესაბამისად მთელი ყოფიერება მას და მის ყოვლის შემძლე გონებას ექვემდებარებოდა.
კანტზე დაყრდნობით შემდგომ ფიხტემ და ჰეგელმა ამ სუბიექტის აბსოლუტიზება განახორციელეს. ამგვარად შეიქმნა ანთროპოცენტრისტული დისკურსი და მსოფლმხედი რომ ადამიანი როგორც ყოფიერებისთვის საზრისის მიმნიჭებელი სიდიდე, ეს მყარიმე ადამიანი როგორც ყოფიერების საზრისისეული და ღირებულებითი ცენტრი. მაგრამ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, თავდაყირად დადგა სწორედ მოდერნის ეპოქაში და ადამიანი როგორც ასეთი ეს ფენომენი თვითონ კი აღარ განკარგავს ყოფიერებას და საკუთარ ცხოვრებას ყველა დონეზე, იქნება კულტურულ, ეკონომიკურ და ასე შემდეგ. არამედ თვითონ მოექცა ამ სამყაროული ტოტალობის, ასე ვთქვათ, ქაოტურობის, ასე ვთქვათ, აი ამ სტიქიურობის ქვეშ. და ანუ ფაქტიურად ადამიანი უკვე ვეღარ განკარგავს აი ამ რთულ ყოფიერებას. და როგორც აღნიშნა, ეს ანთროპოცენტრიზმი უკვე მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მას აი ამ ანთროპოცენტრიზმს დაუპირისპირდა პოზიტივიზმი, მარქსიზმი, დარვინიზმი და ასევე ნიშე, ფროიდი და მათ ყველამ თავისებურად განავითარეს აი ეს იდეალისტურად გაგებული ადამიანის გაუქმება. მაგალითად, იგივე პოზიტივიზმი, ასევე მარქსისა და დარვინის თეორიები ხელს უწყობენ, რომ ჩამოყალიბდეს მომხმარებლური ცნობიერების მატარებელი და კონკრეტულ გარემოზე ორიენტირებული მოდერნის ეპოქის ადამიანი. შესაბამისად, ვიღებთ თანამედროვე მომხმარებელ სოციუმს, რომლის ფარგლებში იდეა ფიქსად აქცეული წარმატების ინდექსი. ამიტომ შედეგად ვიღებთ მხოლოდ კარიერულ, ეკონომიკურ და მატერიალურ კეთილდღეობასა და წარმატებაზე ორიენტირებულ სოციუმს, რომელიც მუდმივად ამყოფებს საკუთარ თავს არაჰუმანური, არაჯანსაღი ეკონომიკური კონკურენციის პირობებში. გვაქვს შესაბამისად მონოპოლიები, კაპიტალის ვიწრო ელიტებში აკუმულირება და ეს ყველაფერი ფაქტიურად იგივეა ვითარება ჩვენთან დღეს. და შესაბამისად ამ კონკურენტული საზოგადოების ეთიკა ვლინდება მხოლოდ სოციალურ სტატუსში, ეთიკა წყალებში, ფინანსურ და მატერიალურ წარმადობასა და მოგებაზე აგებულ არაჰუმანურ ურთიერთობებში. რაც გულისხმობს მოწინააღმდეგე მხარის ყოველგვარი ხერხების ჩამოშორებას და გაბანკროტებას. ესეც გვაქვს, ეს არის თავისებური სოციალ დარვინიზმის ვითარება. შემდგომ ადამიანის იდეალისტურ მეტაფიზიკური ხატის დესტრუქცია ასევე განავითარეს ამ ეპოქაში, ანუ მოდერნის ეპოქაში განვითარებულმა მზარდმა ინდუსტრიალიზაციამ და ბუნების მეტყველებათა ექსპანსიამ. აი მაგალითად, იგივე ბიოლოგია ადამიანი უკვე დაკვირვების ობიექტად აქციეს, თქვა სხვა ცხოველურ ორგანულ თუ არაორგანულ წარმონაქმნებთან ერთად, როგორც დარვინიზმია. და ამით მას ანთროპოცენტრული პოზიციები დაათმობინეს. ამგვარად, ადამიანი უკვე განხილულ იქნა სხვა ბიოლოგიურ არსებებთან ერთ-ერთ რიგით ცხოველად აი ამ კონტექსტში. ცხოველთა წრიდან გამოსულ ფენომენად, რომელიც ევოლუციის შედეგად აღმოჩნდა ყველაზე განვითარებული ბიოლოგიური არსება. ხოლო ინდუსტრიალიზაციამ კი ხელი შეუწყო ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარებას, რის შედეგადაც სოციალ-ეკონომიკური პროცესები დაფუძნდა ყოფისა და ყოფნის უმთავრეს ბაზისად, თავისებურ კოლექტიურ ძალად, რაზეც დამოკიდებული აღმოჩნდა ადამიანის ეგზისტენცია. შესაბამისად, ადამიანმა დაკარგა სიმყარე და იგი გახდა გლობალურ სამომხმარებლო საბაზრო პროცესში ჩათრეული მუდმივად ცვალებადი არსება. ამ ვითარებაში ადამიანმა დაკარგა თავისი ინდივიდუალობა და გადაიქცა მასის მომხმარებელი კოლექტივის დანამატად და მის მიერ დეტერმინებულ არსად. მოკლედ, აი ამ აღნიშნულ კრიზისულ პირობებში და აი ამ სწორედ ამ აღნიშნულ კრიზისულ პირობებში დაახლოებით აი ამ პერიოდში აღმოცენდება თვითონ ლიტერატურული მოდერნიზმი. ეს დაიდგა დაახლოებით მე-19 საუკუნის 70-იან 80-იან წლებში. და დასავლეთში, რა თქმა უნდა, ევროპაში და იგი განაგრძობს არსებობას დაახლოებით მე-19 საუკუნის 50-იან 60-იან წლებამდე. და თვითონ ლიტერატურული მოდერნიზმი არის სწორედ ეს ერთგვარი რეაქცია მოდერნის ეპოქის მიერ გამოწვეული აი ამ საკრალური, ჰუმანური და ესთეტიკური დანაკარგების გამო და საკუთარი ელიტარული ლიტერატურული და სახელოვნებო პრაქსისით შეეცადა ლიტერატურული მოდერნიზმი. ერთი მხრივ მოეხდინა ყოფიერებისა და ცნობიერების რესაკრალიზაცია. მეორე მხრივ შეეცადა ემხილა და გაეკრიტიკებინა ამ ეპოქის მადეჰუმანიზებელი და მადისოცირებელი, ამ დამშლელი გამანადგურებელი არსი. ასევე შეეცადა უკუეგდოდ დაეძლია რეალიზმის
რეგლამენტირებული და დეტერმინებული პოეტიკა და ესთეტიკა და ამით განეახლებინა ლიტერატურა და ახალ ხარისხში აეყვანა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ცნობილი გერმანელი ლიტერატურაცოდნის და ლიტერატურული მოდერნიზმის კვლევრის სილვიო ვიეტას დაკვირვება. კერძოდ, მოვიყვან ციტატის დასაწყისი. მთლიანობაში ლიტერატურული მოდერნიზმი ვლინდება როგორც რაციონალისტურ, ტექნიკურ, ეკონომიკურ მოდერნის ეპოქაზე მიმართული საპირისპირო კრიტიკული ხმა. ციტატის დასასრული. ამგვარად მოდერნის ეპოქაში მიმდინარე დეჰუმანიზაციისა და დესაკრალიზაციის პროცესების გათვალისწინებით, რაც ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის განმავლობის ეპოქაში და მანამდეც მე-17 საუკუნეშიც კი იღებს სათავეს და დიალექტიკურად იქ აქვს გადმული ფესვები. მაგალითად იგივე დეკარტეს რაციონალიზმში, ბეკონისა და ჰობსის ემპირიზმში, კანტის კრიტიციზმში, ლემეტრის მატერიალიზმში და ასე შემდეგ. და ამას შემდგომ მე-19 საუკუნეში ერთვის პოზიტივიზმი და ამ პირობებში ლიტერატურული მოდერნიზმი და მოდერნისტი ავტორები, იგივე თქვა თომას მანები, ჰერმან ჰესე, კაფკა, ბროხი, მუზილი, ჯოისი, ელიოტი, პრუსტი, რა ვიცი რომელი ერთ ჩამოთვალოთ, მოკლედ ეს დიდი ცნობილი წარმომადგენლები ლიტერატურული მოდერნიზმისა ისინი ცდილობენ შეემუშაონ მსოფლმხედველობრივი და ესთეტიკური ალტერნატივები აი ამ გამძაფრებულ ვითარებაში, მოდერნის ეპოქის ფარგლებში და ცდილობენ ლიტერატურის განახლებითა და ესთეტიკის მოდერნიზაციით განახორციელონ ყოფიერების რესაკრალიზაცია, გადაარჩინონ ადამიანის იდეა და ასევე განახორციელონ საკუთარი შინაგანი არსის წვდომა. და მეორე მხრივ ავითარებენ შემდგომ, ასე ვთქვათ, მიმართებებს. პირველი, ლიტერატურული მოდერნიზმი ცდილობს განმანათლებლობის ფარგლებში შემუშავებული ეგრეთ წოდებული რაციონალური და როგორც ეგონა თითქოს და მონოლითური სუბიექტის კრიტიკას. მეორე, განმანათლებლური გონების კულტისა და ასევე როგორც ეგონათ რაციონალური შემეცნების თითქოს და ყოვლის მომცველობის, ტოტალობისა და სრულყოფილების კრიტიკას. ასევე ლიტერატურული მოდერნიზმი ცდილობს რაციონალურ ლოგიკური ენის კრიტიკას. მეოთხე, იდეოლოგიზირებული სციენტიზმის, ბუნების მეტყველებების, ასე ვთქვათ, დომინირების კრიტიკას. მეხუთე, ტექნოკრატულ მანქანური ცივილიზაციის კრიტიკას. მეექვსე, ლიტერატურული მოდერნიზმი ცდილობს ყოფის რაციონალიზაციის კრიტიკას. შემდგომ მეშვიდე, საშუალო კლასის ეგრეთ წოდებული ბიურგერობის, მომხმარებლური საზოგადოებისა და ბიურგერული მომხმარებლური ცნობიერების კრიტიკას. შემდგომ მერვე, ხელოვნების კომერციალიზაციისა და მასკულტურის კრიტიკასა და უკუგდებას და მეცხრე, განმანათლებლობისა და რეალიზმის პოეტოლოგიურ პრინციპთა კრიტიკასა და უარყოფას. სულ ეს იყო რაც ჩვენ გვინდოდა, ასე ვთქვათ, ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში მოგვეთხრო და გადმოგვეცა და ხოლო მეორე ნაწილში კი უშუალოდ ჩვენ ჩავღრმავდებით თვითონ ლიტერატურული მოდერნიზმის პოეტოლოგიასა და მსოფლმხედველობას და იმ მსოფლმხედველობის პოზიციებს უფრო დეტალურად, რითაც იგი უპირისპირდება თავის მოდერნულ ეპოქას, რომელიც ასე ვთქვათ, გალაქტიონმა მოსწრებულად შეაფასა როგორც ეს საუკუნე მეფისტოფელი. მადლობთ ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე. 15 წუთი სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, გერმანისტ კოკა ბრეგაძესთან ერთად.